საღამოშვიდობის სამეგობრებო, დედა რა ხდება ჩვენ საქართველოს ეროვნულ ლოტარიაში მშვენიერი ამბავია, ცხელი ზაფხული და ცხელი მოგებები, აი შეგეთი ამბებია. მოკლედ გუშინ ლოტო 515 ოქროს ბურჯი გადამაშდა მეორე კატეგორია 73,692 ლარი ვულოცავთ, ვინც მოიგო, არ ვიცი ვინ ხარ ჯერ, მაგრამ იმედია რომ მალე გაგიცნობთ და 642-ში რომ მეორე კატეგორია გათამაშდა 428,000 ლარზე მეტი, აი ვინც მოიგო ამას ჩვენ დღეს გაგაცნობთ. მანამდე კი დავიწყოთ ლოტო 535 ოქროს ბურთის მორიგი 2827 გათამაშება ამ დროისთვის თქვენი ჯეკპოტი, რომელიც გელოდება 286,000 ლარზე მეტი შეადგენს და 73,000 ლარზე მეტი მეორე კატეგორია გეგათამაშდა. მეგობრებო და ახლა ჯეკპოტის ჯერია აბა 3 2 1 სკიდიშ. ოქროს ბურთო შენ გითხარიო და შენ ჩამოგორდიო. მოკლედ ველოდებით ოქროს ბურთს, იმიტომ რომ მეორე კატეგორია გათამაშდა და ახლა ჯეკპოტი. იმედია რომ კარგად შეისმინა ორივე ხურში, არ ვიცი ბურთსა და ყურები, მაგრამ მოკლედ ველოდებით 5 აუცილებელ ბურთს და ვნახოთ რა მოხდება დღევანდელ გათამაშებაში. დღეს ორმაგი ლოტოს საღამოა და ჩვენი YouTube არხის გათამაშების შემდეგ 34 ჩამოგგორდა ამ დროს პირველი ბურთი 34 გვაქვს მეგობრებო. მოკლედ პირველი ჩვენი YouTube-ის არხის გათამაშების შემდეგ, დღევანდელი გათამაშების შემდეგ 1 საათში უკვე რუსთავი 2-ზე დაიწყება 642-ის მორიგი გათამაშება 850,000 ლარზე მეტი რომ არის ჯეკპოტი და ჩვენთან მეორე ბურთია ხუთიანი. მესამე ბურთმაც მალევე იმარჯვა და 26 არის მესამე ბურთი მეგობრებო და დიახ 642 გელოდება და უმშვენიერესი ულამაზესი ნინუცა იქნება დღეს თქვენთან 642-ის მორიგი გათამაშებაში და იქნებ უმშვენიერესად გათამაშდეს ჯეკპოტი, რა ვარი იყო. მოკლედ ამ დროს 26-ის გვერდით მისი კარის მეზობელი 27-ით ჩამოგორებულა და ოქროს ბურთის გარეშე ვართ დღეს. რა იყო ახლა ეს, კარგი. ერთიანი არის ბოლო ბურთი მეგობრებო 2827 ტირაჟი, საბოლოო კომბინაცია, რას ვაკეთებთ? მიმეორებ. წავიდა. 34 არის პირველი ბურთი, მეორე ბურთი არის 5, შემდეგ 26 და იქვე 27 და ერთიანმა დაასრულა ეს ამბავი. ახლა ველოდებით რა თქმა უნდა შედეგებს, მანამდე მაგიური სიტყვები, რომელიც მე რამოდენიმე დღე არ წარმომიდგენს, მაგრამ უნდა წარმოვიდგინო. ახლა და მიხარია რომ წარმოვიდგინო. ლოტო წერტილი ჯი მეგობრებო. გართობა, სადაც არ უნდა იყოთ, გადიხართ ქალაქიდან, არ გადიხართ ქალაქიდან და სულ ქალაქიდან, ან რომელიმე ქალაქიდან თუ გადიხართ, ნებისმიერი ინტერნეტ პლატფორმა, იყოს ინტერნეტი, იყოს პლატფორმა და ლოტო წერტილი ჯი მზად არის გართობის დიდი სამყარო შემოთავაზოთ და თან 5.35-ის და 6.42-ის ბილეთებიც შეგიძლიათ ონლაინ ითამაშოთ და შეიძინოთ და მეგობრებო, სანამ შედეგები იქნება, მანამდე გეტყვით რომ ლოტო 6.42-ში გათამაშდა მეორე კატეგორია 400,000 ლარზე მეტი და ის მოიგო ამირან ბოლქვაძემ სოფელ ერის იმედიდან და მოდით ნახოთ სიუჟეტი და გავიცნოთ ბატონი ამირანი რომელიც ესეთი დიდი თანხა მოიგო. აბა წავიდა სიუჟეტი. როგორც იქნა ჩამოვედით, ესე იგი ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, მართალია გვეგონა რომ მოვდიოდით წნარში და აღმოჩნდით სოფელ ერის იმედში. ეს არის უკიდურესი წერტილი და სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტია და მოვედით ბატონ ამირანთან სახლში. აბა ბატონო ამირან, პირველ რიგში გილოცავთ. დიდი მადლობა. კარგ ამბავს. ეს ერთი და სხვა მრავალი და თქვენი წყალი გადასხმოდეს ჩვენს ლოტო 642-ის მოთამაშეებს, რა თქმა უნდა. მოდით გითხარით პირველ რიგში ვიყურებდით იმ დროს ტელევიზორს, როდესაც ეს სასიხარულო ამბავი მოხდა. ვიყურებდი და მიხვდით რომ მოიგეთ მეორე კატეგორია? ჩვენ პირადად გვითხარით. მეორე კატეგორია მაიგო და მეც გამიხარდა. რაში დაიხარჯება ეს ფული? ეს ფული დაიხარჯება სახლი მაგ გასაკეთებელი გადასახური მაქვს. ბაღანა საოპერაციაში მყავს საყვანი 7. გითხარით ამის შესახებ უფრო მეტი თუ შეიძლება. სიმსივნე ხონდა ბაღანას. და ამ სიმსივნემ დავტოვა ეს თვალი გაუხუჭა. მაგას შეიძლება და დრო. ესე იგი ახლა კიდევ უფრო მახარებს ის ფაქტი რომ
თანხამ, რომელიც შეადგენდა 438.000 რაღაცავად, 650 აგერ თავზე 650 ლარს ზუსტად იმ ადამიანთან მიაღწია, ვისთანაც უნდა მისულიყო. წარმატებას უსურვებთ ბატონ ამირანს, მის ოჯახს ძალიან მაგარი ამბავია, მოკლედ მეგობრებო და ჩვენთან შედეგებმა სამწუხაროდ რაღაცა არ გამოიღო კარგი შედეგი, მაგრამ არა უშავს 7-7 გამარჯვებული ყავს და მხოლოდ მეხუთე და მეოთხე კატეგორია ასეთი ამბავი იყო დღეს 1 საათში რუსთავი 2-6-42 გელოდებათ და აბა ყველას ორმაგი მოგება.